საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი უკვე დასრულდა. სასამართლოს ჩვენება ქართულ ბანკის გენერალური დირექტორის იმჟამინდელმა მოადგილემ მისცა. დავით გალუაშვილის გამოკითხვაც დახურულ რეჟიმში წარიმართა. მანამდე თითქმის 3 საათს გაგრძელდა სახელმწიფო ბრალდების კიდევ ერთი მოწმის ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნატო ხაინდრავას გამოკითხვაც. რა ხდებოდა დღეს პროცესზე? ნათია ტრაპაიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. კეთი პროცესი მაყურებელს უკვე მოახსენე შენ რომ იყო დახურულ რეჟიმში და შესაბამისად ყველა დეტალი და ნატო ხაინდრავას ჩვენების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის არის უცნობი, რადგან დახურულ რეჟიმში იყო. პროკურორმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ თავად მოწმე იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ საქმისთვის, რადგან ნატო ხაინდრავა იყო ერთადერთი ბანკის წარმომადგენლებიდან, რომელიც მონაწილეობდა უშუალოდ იმ მოლაპარაკებაში და შეთანხმებაში, რომელიც 2015 წელს ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაფორმდა. თუმცა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა პროკურორთანაც და დაცვის მხარესთანაც იყო, რატომ გახდა აუცილებელი, რომ პროცესი დახურულიყო. ამ საქმეს აქვს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამისად მით უმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებები საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეიქმნას წარმოდგენა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და მოისმინოს მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებები. პროკურორი ამბობს, რომ ასეთ გადაწყვეტილებების მიღების და ასეთი შუამდგომლობების დაყენების საფუძველს მას აძლევს კანონმდებლობა და ყოველ ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, ხდომა ღია თუ დახურული, ღებულობენ ინდივიდუალურად. ამის შემდეგ გაჩნდა შეკითხვა, რომ იგივე პრინციპით ხომ არ იმოქმედებს პროკურატურა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, როდესაც მას მოუწევს სასამართლოში ან მოსვლა, ან ჩართვა ჩვენების მისაცემა და პროკურორმა გითხრა, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ყველა მოწმესთან დაკავშირებით ინდივიდუალურად. შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით, მოითხოვს თუ არა საქმის პროკურორი ბიძინა ივანიშვილის ჩვენების დახურვასაც. რაც შეეხება დაცვის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ სურთ დამალონ სიმართლე, რომელიც შეიძლება საზოგადოებას გაეგო პროკურატურის მთავარი მოწმე ნატო ხაინდრავასგან, რადგან როგორც ბრალდებულის და მისი ადვოკატიც ამბობს, ნატო ხაინდრავას დღეს სასამართლოსთვის არაფერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუცია. მან უბრალოდ დაადასტურა, რომ 2015 წელს გარკვეული შეთანხმება და მოლაპარაკება იყო. პირველი ეს არ არის სრული დახურვა, ეს არის ნაწილობრივი დახურვა. მეორე, ყველა დახურვას აქვს სამართლებრივი საფუძველი და ეს ამ საფუძველმა და ამ მოთხოვნამ არსებულ შემთხვევაში უნდა გაიაროს სასამართლოს ტესტი. ეს საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და წინსრებად ვერანაირ პოზიციას ვერ მოგახსენებთ. აქედან გამომდინარე, ამოცემულობით ჩემი პასუხი ისევ იგივე უნდა იყოს. რაც შეეხება სამართლებრივი მოცემულობა, რაც შეეხება ინფორმაცია მოგაწოდოთ. ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ეს, უნებრივი სამართლებრივი თავისებურებიდან გამომდინარე ორგანიზებაზე გამომახვილ ყურადღებას, იმიტომ რომ ამ კონტექსტშიც იყო დახურული სხდომა, მაგრამ თავარი, ასე ვთქვათ, არის შემდეგი, რომ აბსოლუტურად ყველა გარემოება, რასაც ჩვენ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით, მის ყველა კომპონენტში მის მეჩვენებამ ცალსახად დაადასტურა და დაადასტურა არა მხოლოდ ჩვენებების და განმარტებების კონტექსტში, არამედ დოკუმენტებზე მითითებით და დოკუმენტებზე მოშველიებით. აქედან გამომდინარე, მისი ჩვენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი შეფასებით. დღეს დაიკითხა ბიძინა ივანიშვილის შავი სალაროს გამგე და მისი მოადგილე. ეს შეხვედრა, ეს სხდომა იყო დახურული ზუსტად იმიტომ, რომ ეს ორი პიროვნება 3 საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქართულ ბანკი არ არის ბანკი და ეს არის ჩვეულებრივი კანტორა, სალარო, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მითითებით. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ დოკუმენტებს, რა წერია დოკუმენტებში და უნდა მივაქციოთ ზოგადად ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ყველაზე მთავარი მნიშვნელობა, რომ ეს სესხი ვითომ იყო მისი ინვესტიცია. არანაირი დოკუმენტური სარგებლობა, ეს დოკუმენტური საფუძველი ამას და მტკიცებულება არ აქვს და არ არსებობს. მე ძალიან მინდა ვთხოვო საქმის პროკურორს, ნუ ფუჩ სიტყვაობს და ნუ იტყუება მთელი ქვეყნის წინაშე. როდესაც ამბობს, რომ რამე საბუთები არსებობს და ერთი მაინც საბუთი არსებობს, რომელიც მიუთითებს, რომ ივანიშვილის იყო იქ საერთოდ რამე. ერთი საბუთის არ არსებობს ამისი. პირველი საქმეში უტყუარი არის ის დოკუმენტები, ხელმოწერილი დოკუმენტები, რაც არის წარმოდგენილი და მათ შორის აღნიშნული დოკუმენტების დიდ ნაწილზე ხელი აქვს მოწერილი ქალბატონ ხაინდრავას. დოკუმენტები
დოკუმენტების მიხედვით უტყუარად დასტურდება, ვინ იყო მსესხებელი, რა იყო სესხის პროცენტის ოდენობა, გადახდის გრაფიკი და ასევე ფაქტი. დღეს თავადაც აღიარა ქალბატონმა ნატომ, რომ სესხის გადახდა მოხდა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ბატონ გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიის მეშვეობით. ისევ რო დაუბრუნდეთ ქალბატონ ხაინდრავას, მან ვერცერთ კითხვას, რომელიც უშუალო დოკუმენტებიდან გამომდინარეობდა, ვერ გასცა პასუხი. მე უშუალოდ მასთან მიმქონდა კონკრეტული დოკუმენტები, ვახტენდი ციტირებას და ვითხოვდი, რომ რით ახსნიდა განსხვავებას მის ჩვენებასა და საქმის უშუალო პირდაპირ მტკიცებულებებს შორის და არც ერთ მათგანზე პასუხი არ მიმიღია. ნატო ხაინდრავასთან, როგორც ამ საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურასთან, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებსაც ჰქონდა შეკითხვები, გვაინტერესებდა კონკრეტულად რა იყო შეთანხმების საგანი, ეს იყო სესხი თუ ინვესტიცია, როგორ მოხდა ეს შეთანხმება, რა პირობებით იყო ეს ყველაფერი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვას მოწმე ხაინდრავამ არ უპასუხა, მან უბრალოდ განაცხადა ჟურნალისტები დაგვადანაშაულა, რომ თითქოს ჩვენ ინფორმაციას ვღებულობთ მკითხავებისგან და მჩხიბავებისგან, ეს იყო პასუხი იმ შეკითხვაზე თუ რატომ აფუძნებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახალ კომპანიებს იმისთვის რათა ოფშორებიდან მოხდეს გარკვეული ინვესტიციების, სახსრების და კომპანიების წამოღება და არა მხოლოდ ამ საქმეში, არამედ ყველა კომპანიაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის საკუთრებაა, წარმომადგენელი არის სწორედ ნატო ხაინდრავა და შესაბამისად შეკითხვებიც მის მიმართ არის ბევრი. ასევე კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მისი არ შემდგარი ინტერვიუდან იყო ის, რომ მან გიორგი ბაჩიაშვილის დედა იქით დაადანაშაულა მუქარაში, არადა საზოგადოებამ უკვე ნახა და მოისმინა ეს ვიდეო კადრები, სადაც ნატო ხაინდრავა ეუბნება გიორგი ბაჩიაშვილის დედას, რომ მათ უნდა ეშინოდეთ. ეს იყო ფრაზა, რომელიც ბაჩიაშვილის დედამაც და ყველამ, ვინც მოისმინა მისი გარემოცვიდან, აღიქვა როგორც მუქარა. ბაჩიაშვილის დედა დამემუქრა. გასაგემუქრა. კითხავთ ქალბატონ. ნელა უკან. რა ინფორმაცია მიაწოდეთ სასთან დაკავშირებით? თქვენი ხავით იმ დროს ბანკის გენერალური დირექტორი. გახურული იყო სასამართლო. არის ჩვენ ან დოკუმენტი, სადაც გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილისთვის მოგება უნდა გადაიხადოს. მე რა საკეთებ? რომელიც ინვესტიციაზე გადაიხადა. რას მიშვებით? აბა რა არის? იქნება თავზე ადამიანი. ბატონო, ორი წამი რო გაჩერდეთ, შეიძლება ეს სიკვდილი მოხდან თუ ხარ და ივანიშვილების წარმომადგენელი ხართ ყველა კომპანიაში, რომელიც მისი დაარსებულია. მათ შორის ბოლოს დაარსებულ კომპანიაში. აი მოგაწვდით, მე მოგაწვდით. ნუ რა შვებით ეხლა მითხარით? აბა რა შვებით მე ჯიკავებით? დაგვეცით ორკით. თქვენ ისე კითხავით ახარ დაკავებული? წინდა პასუხი რამე არა, ნუ რა ვიცი, მჩხიბავებთან წავ. 21 დეკემბერს როგორ გაგაცანებინათ ნოტარიუსთან ივანიშვილმა? ოი არა, გენაცხადა. კარგად მიდის ეგ პროცესი? არ არის ეგ არაფერს არ მალავ. არაფერს არ მალავთ, მხოლოდ რუსული კომპანიები დატოვეთ ოფშორში. რუსეთს ელდობა უფრო ბატონი ბიძინა. საით არის? არ გეშინია სანქციების შიშია და ამიტომ დამონახეს ყველაფერი რაც თქვენ. როგორც ნახეთ, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელს და ნდობით აღჭურვილ პირს ნატო ხაინდრავას მისი გულსაბნევი ვარდი უფრო ადარდებდა, ვიდრე ის, რომ გაეცა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხი, მათ შორის ისეთ შეკითხვებზე, რომელიც ახლა, როცა მიმდინარეობს ბაჩიაშვილის ბრალდების საქმის განხილვა, შესაძლოა საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდეს. ამით დასრულდა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს, ხდომა განახლდება 31 იანვარს, ისევ პროკურატურის მტკიცებულებებით, თუმცა ტრადიციულად ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით კონკრეტულად რომელ მოწმეებს გამოიძახებენ სასამართლოში პარასკევს.